ჩემს ბაღში მუშაობს ორი არაჩვეულებრივი გურული გოგო. ჩემი ნათესავი ნათია პაშალომიძე და არა თითქმის ნათესავი ძალიან ძვირფასი ადამიანი მაია სიხარულიძე. ეს ორი ქალი ახერხებს იმას, რომ ჩვენ გქონდეს არაჩვეულებრივი თეფშების კოლექცია. ისე გავშლით 200 კაცზე, არც ერთი თეფში არ გამეორდება. ყველა იქნება სხვადასხვა და ყველა ყვავილიანი. ერთი მეორეზე ლამაზია ყველა და ძალიან მოვნა. გაბჟღვრიალებული. ულამაზესი ყველა. ერთი მეორეზე ლამაზი. რა თქმა უნდა, ძვირფასი და განსაკუთრებული არც ერთი არ არის, მაგრამ ერთად როცა გაიშლება დიდი თეთრი სუფრა, ყველა სხვადასხვა თეფში გამოდის განსაკუთრებული. და აქაურობაში ჩვენს ბაღს ძალიან უხდება, როცა არც ერთი თეფში არ მეორდება. რაღაც ამაში არის პატარა საიდუმლო. და მე ძალიან მადლიერი ვარ მათი, რომ მეხმარებიან ამ ჭურჭლის ასე მოვლაში და ძალიან მადლიერი ვარ იმისი, რომ მაქვს ასეთი მშვენიერი თან კოლექცია და თან საჭირო, ასეთი საჭირო ნივთი, რომელსაც ჩვენს ღონისძიებებზე ვიყენებთ. ამიტომ არის ჩვენი ღონისძიებები ასეთი განსაკუთრებული და სხვანაირი. ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ გვაქვს განსაკუთრებული ჭურჭელი. ინდოეთიდან ჩამოვიტანე რადიო. მივამაგრე ბაღში ბოძზე და ჩავთე ინდური მუსიკები. რამე ან ვინმე თუ არ მომეწონება, აუწევ ბოლო ხმაზე და ავაჟღრიანებ. კესარია ბალამე. როცა რაღაცას ახალს აღმოვაჩენდა ბაღში მოვიტან, იმ დღეს სიხარულით აღარ ვარ ხოლმე. პატარა ბავშვით მიხარია. 4 სხვადასხვა ფერის ხუჭუჭა ყვავილებიანი იაპონური კომში ვიპოვე. გუშინ Facebook-ზე ნახე და დღეს მივწერეთ და მოვიტანეთ და ძალიან პატარა ბავშვით გავიხარებ ხოლმე. ამდენი მცენარე მაქვს ბაღში და რაღაც ახალი მაინც გულს მივსებს სიხარული. როცა ვხედავ, რომ ჩემი ბაღიდან მცენარე მიაქვთ, შეიძინეს და მიაქვთ, თვალს ავარიდებ. არ მიყვარს დანახვა, რომ მიაქვთ. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი გვაქვს. არ მომწონს, როცა მიაქვთ. აი, როცა მომაქვს რამე, ჩემზე ბედნიერი კაცი არა. კარგ მზიან ადგილს შევურჩევ, გავანებივრებ და ადრე გაზაფხულზე რომ აყვავდება, მეც გავიხარებ და ჩემი ბაღის სტუმრები.